საქართველოში ყოფნისას გვინდოდა მზია ამაღლობლის მონახულება ციხეში. ნებართვავთ ხოვეთ. არ მოგცეს ამის უფლება. კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებია. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ წევრ სახელმწიფოებს, რაც შეიძლება მალე დააწესონ სანქციები, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ჩაგვრაზე და ყველაფერზე, რასაც საქართველოში ვხედავთ. ნათქვამია, მეზობელს ვერ აირჩევო და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. საქართველოს არაერთხელ გადაუტანია რუსული ოკუპაცია და დღეს ჩვენ ჰიბრიდულ ომთან ვდგავართ პირისპირ. ეს ომი იჩენს თავს ეგრეთ წოდებული ცოცავი ოკუპაციის, დეზინფორმაციის, ძალადობისა და შიშის სისტემური გავრცელების სახით. საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი. ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია. ის დიდი ხნის წინ დაიწყო ჩვენი წინაპრების სიმამაცით და დღეს გრძელდება ახალი თაობის მიერ. თაობის, რომელიც თავისუფალ და სუვერენულ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. დღეს საქართველოში 65 პოლიტიკური პატიმარია, მათ შორის 3 ქალი. ბოლო წლის განმავლობაში პოლიციამ დააკავა თითქმის 700 ადამიანი, ვინც პროევროპულ დემონსტრაციებში იღებდა მონაწილეობას.